იმედის მატარებელი და იმედის მომცემი კიდევ ერთი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მთავარი პროექტის იმედის დაბადება. წარწერის გამოჩენა მოძებნე იმედი ჩვენ ეთერში 15 მარტიდან ვართ. იმედი, რომელიც საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება, საზოგადოების და ქვეყნის გადარჩენას. სტუდიაში დაბადებული იმედი, ტელეკომპანია, რომელიც ძალიან ბევრჯერ დაისჯება სიმართლისთვის. ახსოვს ალბათ ბიბლიაში არის ნათქვამი, რომ ჯერ იყო სიტყვა. მიმაჩნია, რომ საქართველოს დღეს სჭირდება ერის ერთობა და კონსოლიდაცია, შემდეგ პოლიტიკური სტაბილურობა და შემდეგ ეკონომიური აღმავლობა. მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი დანაკარგი რაც ჩვენ საზოგადოებას აქვს, ეს არის იმედი. ასე დაიბადება იმ სტუდიაში იმედი. და მაშინ, როცა ყველა მედია რეჟიმის ცენზურას ექვემდებარება, ბადრი პატარკაციშვილის იმედი საზოგადოებამდე მიიტანს ინფორმაციას რეჟიმის უმძიმესი დანაშაულების შესახებ. იქცევა სიმართლის ერთადერთ ფანჯარად, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს რომ გააშუქებს, რომ ამხელს და რომ იდგება სიმართლის მხარეს. 2006 წელს ბიზნეს ასოციაციაში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ბადრი პატარკაციშვილი იტყვის. სანდრო გირგვლიანის თემა პირველად ტელეკომპანია იმედმა გააჩნია. პირადად მე და არა რომელიმე ჟურნალისტი ვარ პასუხისმგებელი ამ სიმართლეს. ზუსტად ეს გახდა ხელისუფლების უკმაყოფილობის მიზეზი უარს ვაცხადებ ქართველი ხალხის მოტყუებაზე ჩემი ტელევიზიის ეკრანით. თუ ამას დავთანხმდები მე, როგორ გაგისწორეთ ამის შემდეგ თვალით თქვენ სანდრო გირგვლიანის თემას. აი სწორედ ამ თემით დაიწყებს იმედი ქართული პოლიტიკის რეალური ამბების ყოველდღიურობის ასახვას, გააშუქებს ციხის სპეცოპერაციას, იმედის ობიექტივში მოხვდება პრეზიდენტის დაცვის სამსახურის მიერ ნაცემი და დასახიჩრებული ადამიანის ისტორია, დაიწყება კორტების სისხლიანი სპეცოპერაციის საკითხის გაშუქება, კერძო მესაკუთრების დარბევის და მათი ქონების განადგურების კადრების ჩვენება, მერე იქნება იმედის სანაცვლოდ შეთავაზებული საქართველოს რკინიგზა. ბადრი პატარკაციშვილის სამი სიტყვა იმედი არ იყიდება და მისი ხანმოკლე პოლიტიკური ცხოვრება. ყველა ფერზე შეიძლება წავიდე, ყველა გარიგებაზე შეიძლება წავიდე, ყველანაირად შეიძლება შეუწყო ხელისუფლებას იმისაც, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური მდგომარეობა, რომ ქვეყანაში არ შეიქმნას სერიოზული დაპირისპირება, რომ ქვეყანა ისევ არ გაიყოს. მე გითხარით ჩემი სათქმელი. იმედი არ იყიდება. თოდესაც ნოემბრის ეს ამბავი დაიწყო და ეს არეულობა და რაღაცა დაიწყო, ბადრის ნამდვილად ეშინოდა იმისი, რომ აი იმედი არავინ არ დაარღვევს. ალბათ კარგად ემახსოვრება მაყურებელს იმედის დამფუძნებლის სახელმწიფოს მტრად გამოცხადება, პატარკაციშვილისგან მტრის ხატის შექმნა, დამცინავი კარიკატურების დახატვამდე კი მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო მადლობები, მერე კი საჯარო მადლობების საჯარო ბრალდებებით ჩანაცვლება. მუქარები სულის ამოხტაზე, ეს სიტყვებიც კარგად გემახსოვრებათ, სამაგალითო სადამსჯელო ღონისძიება და 2007 წლის 7 ნოემბერი. ტელეკომპანიაში მოსული სტუმრები, მერე დამტრეული, დალეწილი, დარბეული, გათიშული მაუწყებლობა. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბადრი პატარკაციშვილის კანდიდატურა და კიდევ უფრო მეტად დამუშავებული სახელისუფლებო მანქანა. გაყალბებული ფარული ჩანაწერები, სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებული ბიზნესმენი, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება და ალბათ მაინც ყველაზე მტკივნეული ადამიანების ღალატი, მისი ქონების სხვადასხვა გზით მიტაცება. ერეკლე კოდუას და ბადრი პატარკაციშვილის საუბრის ფალსიფიცირებული ტექსტების გამოქვეყნების შესახებ წლების შემდეგ ირაკლი რუხაძეც ისაუბრებს და ამ პატარა ფრაგმენტსაც მოვუსმინოთ. რადგან ღამღამები ლაპარაკობდი სატელიტური ტელეფონით, იმიტომ რომ ესეთი ეჭვი მქონდა და ეხაც მაქვს სატელიტური ტელეფონს ვერ მოусმენდი, იმიტომ რომ ძალიან რთულია რომ ეს ამის მოესმენ, თუმცა ბოლომდე არ ვიცი. ამიტომ გავდიოდი ხოლმე ჩემთან სახლის სახურავზე და უკავშირდებოდი ბადრს, რაღაც დრო გქონდა ხოლმე, როცა ლაპარაკობდით სატელიტური ტელეფონით. ბადრი მეუნება რომ ბიჭო მიდი ამ იმედში და უთხარი გიორგი თარგამაძეს რომ გაუშვას ის რაც უნდა გაუშვას. მე რაღაცა მაგას გაუგზავნე და მივიდეს და გაუშვას. ნუ და აი უკვე მივალ და ვეთქვი, აზიარო რა, არაფერი არ ვთქვია ჩვენ. მეორე დღეს მივედი იმედში. ნახე გიორგი თარგამაძე.
აუ ირაკლიო მეო გაკაია რომ მოხვედიო მეო მინდაო შენ ზაგელაპარაკო ამ თემაზე და მე მიმაჩნია რომ ეს არ უნდა გაუშვათო რა ესო ძალიან ისეთი რაღაცა არისო მაგრამ მოდიო მე ვეხა დრო არ ამაქო და შენო საღამოს მოდიო და მე ერთად განახებო ეს რა არისო და მე მოდიო შენ ჩაერი ამ საქმეში და ეგებო ბადეს ერთად აუხსნათ რომ ეს არ უნდა გაუშვათო მე აზია რა ვარ აზია ლაპარაკი და კაით გქოთხე საღამოს მოვალ წავედი ჩემთვის და სანამ საღამო დადგა რუსთავიორმა გაუშვა ეს ჩანაწერი რომელიც უკვე იყო მიჭრილი მოჭრილი გადაწებებული გადმოწებებული არ ვიცი ამდენი დღე გავიდა რაც მიიღო და მე გიორგის უკვე მე ვკითხე რომ მე თქვი როგორ და ანერად მოხდა ეს ყველაფერი მე ღია იმით ჩავამიგდესო სატელიტიდან ღია იმაზე ჩავამიგდესო და ეთქობა გვისმენდენო და იცოდენო კოდიო და ამიტომ გადაიტანეს ამიტომ მე ამის ძოებს ვერ ვიტყვი ესა მე რაც ვიცი 2018 წელს პროკურატურა პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით ფარულ ჩანაწერებს გაავრცელებს. ჩანაწერების მიხედვით კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბიზნესმენის მკვლელობას გეგმავენ. ჯერ კიდევ 2007 წელს ცდილობენ ბიზნესმენის დაცვის წევრის გადაბირებას და ამასთან ლიკვიდაციის რამდენიმე ვერსიას განიხილავენ. მაგალითად, ისეთი ნივთიერებით მოწამვლას ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს რომ გამოიწვევს. ჩანაწერების თანახმად პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული. პატარა ფრაგმენტს მისმენთ. ახლა ეს ალბათ კიდევ ერთხელ გაგვახსენებს ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალურ ეთერსაც იმედის პირდაპირ ეთერში და ესეც კარგად ემახსოვრება იმედის მაყურებელს 2018 წლის მძიმე დღე კი ძალიან მძიმე იქნება ოჯახისთვის ბადრი ფაქტობრივად მეორედ გარდაიცვლება სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით დღემდე ძალიან ბევრი კითხვა დარჩება 2008 წლის 13 თებერვალი კი მძიმე იქნება ყველასთვის ლონდონის საკუთარ სახლში მოულოდნელად გარდაცვლილი 52 წლის ბადრი პატარკაციშვილი ოფიციალური დასკვნით მიზეზი გულის იშემიური დაავადება. ბოლოს ოჯახთან ერთად იქნება, იქამდე დედა გაიხსენებს ლონდონიდან მოფრინავდი აეროპორტში მძღოლი და დაცვა წაგიყვანსო მითხრა. ხელები გაშალა და ცრემლები წამოუვიდა. პატრიარქმა მითხრა რომ ჩემი შვილი გრძნობდა ვეღარ შემხვდებოდა. ვინც იცნობდა, ვინც გადაარჩინა, ვისაც სიცოცხლე აჩუქა, ვისაც თავი დაამახსოვრა, ალბათ მაშინ ყველამ გაიფიქრა, რომ 52 წელი ძალიან ცოტაა და კიდევ უფრო ცოტა ბადრი პატარკაციშვილისთვის. საქართველოში 21 დღის შემდეგ ჩამოასვენებენ პატივს ათასობით ადამიანი მიაგებს და დედას კარგად დაამახსოვრდება შვილებთან ერთად მისული ათასობით მშობელი მისი შვილის მიერ გადარჩენილი მომავალი თაობა. მერე 2012 წელს იმედის დიდი დაბრუნება იქნება, აქ დღემდე შემორჩენილი ადამიანური ამბები, ლონდონიდან საგანგებოდ იმედისთვის ქოთნით ჩამოტანილი ყვავილი, მისი საყვარელი თეთრი ლობიოს წვნიანის ამბავი მხოლოდ დედის მიერ მომზადებული რომ უყვარდა, დედაც სიკეთის დღესასწაულის შემქმნელი, იმიტომ რომ ბადრის დედაა, ან იქნებ პირიქით ისაა მისი შვილი. ორივე ბავშვური გულით და ღირსებით და მთავარი უიმედობის ჭაობში დაბადებული იმედი.